მოგესალმებით, ეს არის გადაცემა პერფორმანსი, მე კი მისი წამყვანი თეონა ლომსაძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის თემაა წიგნი და ადამიანის ურთიერთობა, ჩვენი სტუმარი კი დავით არაბულია. მოგესალმებით დავით, მადლობას მოგეხსენებ იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ. მოდი გვესაუბრე, რატომ უნდა ვიკითხოთ ბევრი შენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით საერთოდ. ყველას ყოველისა მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. Რატომ უნდა ვიკითხოთ ბევრი უნდა ვიკითხოთ იმისთვის, რომ განვითარდეთ, ბევრი უნდა ვიკითხოთ იმისთვის, რომ კითხვა ვისწავლოთ, ბევრი უნდა ვიკითხოთ იმისთვის, რომ ფიქრი ვისწავლოთ, ბევრი უნდა ვიკითხოთ იმისთვის, რომ ჩვენ თავში აღმოვაჩინოთ ის, რაც მანამდე ვერ აღმოვაჩინეთ და ამავდროულად მე ვფიქრობ, კითხვა აკეთილშობილებს ადამიანს და ეს კეთილშობილება სწორედ წიგნებშია ჩამარხული და ამას პოვნა ჭირდება, ამას თავში აღმოჩენა ჭირდება, რაშიც კითხვა ეხმარება ადამიანს იმ რაღაცების აღმოჩენაში, რაც ჯერ არ აღმოუჩენია და ამაზე კითხვა აფიქრებს ადამიანს, რომ რატო და კითხვის ნიშნებს უჩენს ადამიანს და შესაბამისად, როცა კითხვის ნიშანი ჩნდება ადამიანში, მერე თავში ეძებს პასუხებს და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ წიგნმა უნდა გააჩინოს კითხვა და შემდეგ მერე ადამიანმა ამ კითხვის საფუძველზე თავისი პასუხები უნდა მოძებნოს და მე ვფიქრობ, რომ თუ პასუხს იპოვის და უთუოდ იპოვის, მაშინ ის მისი ერთი ნაბიჯი წინ გადადგმული ნაბიჯია განვითარებისკენ და ცნობიერების ამაღლებისკენ და ასევე და თუ რა აღმოაჩინე ისეთი, რაც აქამდე არ აღმოგიჩენია კითხვის დროს? კარგი კითხვა, ამავდროულად რთული, მაგრამ ალბათ აღმოაჩინე ის, რომ ადამიანს არასდროს არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ადამიანს შეიძლება რაღაც ერთ-ერთი ფრაზას ვიტყვი, რომელმაც ბოლოს წავიკითხე და ძალიან დამაფიქრა, ეს არის გელა ჯაბუშანურის ლექსიდან ციტატა, ზოგი ტკივილებს სრემლით იყუჩებს, ზოგს წამალი აქვს და ტკივილს ვერ გრძნობს, ზოგიც თავის გზას თვითონ ვერ ირჩევს, მე იმ გზას მივდებ, რაც თვითონ ვერ გქო. არასდროს არ მიფიქრია იმაზე, რომ ადამიანების საერთო ფენაზე, რომ ზოგი წამალს ზოგი ტკივილს წამალით იყუჩებს, ზოგი სრემლით და ძალიან ისეთი არის, აი გულთან მოხვდება ადამიანს და ფიქრობ ამ ორ ფენაზე, რომ რატომ რისთვის და გიჩნდება კითხვები, რატო შეიძლება ეს. მაგრამ თუმცა მე ვფიქრობ, რომ სრემლით გაყუჩებული ტკივილი უფრო კარგია, იმიტომ რომ მე უფრო იღიმე, რომ ბედნიერი ხარ. იმათ არიციან ბედნიერება ალბათ რა არის და როგორ ხდება ის მარტივი სიბედნიერება, მარტივი რაღაცები თურმე შეიძლება გაბედნიერდეს ადამიანი და ეს იქნება ერთ-ერთი ყოველ ადამიანს რაც შეიძლება გადახდეს ტკივილის გაყუჩება სრემლით და არა წამალით. მე მინდა აქვე მოვიხსენიო ჰიუგოს სიტყვები, მას აქვს ნათქვამი, რომ ამ ავტორი ქმნის წიგნს საზოგადოება კი მიიღებს ან უკუაგდებს მას. აქედან გამომდინარე, აი ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ჩვენთან რეალურად რა სურათი იკვეთება შენი აზრით? ხო, ჩვენთან იღებენ და უკუაგდებენ. უკუაგდებენ არა, უბრალოდ ლანძღავენ იმ ავტორებს, რომელიც მათთვის მიუღებელი არის ამა თუ იმ ნაწარმოებით და აგინებენ უბრალოდ. მაგრამ პრობლემა ვიშია? პრობლემა არის იმ კითხვაში, რა თქმა უნდა, შენ წაიკითხე, თუ გაქვს იმის უნარი, რომ როგორც ადამიანს და ადამიანს შეეფერება ისე გამოთქვა შენი აზრი, დაწერო კრიტიკული წერილი ან მსგავსი რაღაც წერილი, ეს აუცილებელია იმისთვისაც, რომ ავტორი განვითარდეს, მაგრამ ესე რომ მიდგე და მაგინო ადამიანი, რაც ყოველდღიურად ხდება ჩვენ ცხოვრებაში, არიან ესეთი ავტორები, ამ ბოლო დროს უფრო გამოჩნდნენ, რომლებმაც ქართულ ლიტერატურაში თუ როგორც არის ადგილი დაიმკვიდრეს ისეთი რაღაცებიც, რაც ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ აგინო დახური დადეიქს. იმისი პრობლემა არის იმისი. იმიტომ რომ რაღაც ფანტაზიის ნაყოფია და ვიღაცისთვის მისაღებია, ვიღაცისთვის არ არის მისაღები და ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ადგე და იმას ტალახი მიესროლო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შემთხვევით არაფერი არ იქნება, ყველას ყავს თავისი მკითხველი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეხლა რაღაც ამ რეალობიდან გამომდინარე რაღაცები მიზანმიმართულად იქნება, იმიტომ რომ პოპულისტი ადამიანები არსებობენ და თავის თავს პოპულარიზაცია გაუკეთონ იმ ცუდი რაღაცით გამოჩნდნენ და შემდეგ რაღაც პატარ-პატარებს ქმნიან ისიც, რაც შეიძლება
მისაღები იყოს სხვა იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ლანძღავენ, მაგრამ არ აღიარებენ ამას რატომღაც. მე ვფიქრობ, მაინც რატომღაც ესეთი შეხედულება მაქვს ამ ყოველფრის მიმართ, რომ დღესდღეობით ყველაფერი ზედაპირულია და სიღრმეებში არ ვიხედებით, იმიტომ რომ თითქოს და გვეშინია, რომ რაღაც გარკვეულ პრობლემატიკას წავაწყდებით და შემდეგ ამ პრობლემის აღმოფხვრა გაგვიჭირდება. აი რას ფიქრობ, აი წიგნებზე გაავლე პარალელი და მითხარია შენ დღევანდელი თაობა, მე ვფიქრობ, რომ ზედაპირულია და არა სიღრმისეული. შენი აზრი მაინტერესებს. იცი როგორ არის, მე მაქვს ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც ერთიც არიან და ან ზედაპირულებთანაც და ისიც რომელსაც ანუ კატეგორიულად ვართ დაყოფილი. ხო, რა თქმა უნდა, არის ადამიანი ყველას არ მოეთხოვება, არ შეიძლება ყველა იყოს განვითარებული. ეს ბუნების კანონი არის, რომ ზოგმა უნდა იკითხოს, ზოგმა უნდა იმუშაოს, ზოგმა უნდა რაღაცა იკითხოს. ყველას რომ იმის ამბიცია ქონდეს, რომ მე უნდა ვისწავლო, მე უნდა განვითარო, მე უნდა ვიკითხო, ხო? რაღაცები გასაკეთებელი დარჩება. ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესი არის და ესე ყველას არც უნდა მოთხოვო განათლება და ცოდნა და შესაბამისად ის დამოკიდებულება, რომ ის გაუნათლებელია, ხო? ეს არის ყველაზე ამაზრზენი დამოკიდებულება, იმიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ როცა ჯერ კიდევ მე-19-მე-20 საუკუნეში ხალხმა წერა-კითხვა არ იცოდა, ჩვენ გვაქვს ზეპირსიტყვიერება ისეთი, რომელიც დღეს იქედან აქამდე მოვიდა, ხო? ადამიანები ქმნიდნენ ამას ისეთი, რომელმაც არც იცოდნენ როგორ უნდა დაეწერა. უბრალოდ მოსდიოდა ქმნიდნენ და მე ეს თაობას გადაეცემოდა ზეპირსიტყვიერებით. და დღეს გვაქვს იმის ბედნიერება, რომ ჩვენ წიგნი გადავშალოთ და წავიკითხოთ ხო ის იმათი შემოქმედება და შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. იმ ადამიანმა შეიძლება არ იყოს ნაკითხი, მაგრამ რაღაც ისეთი გითხრას თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ან ისეთი რაღაც დღეს ყველა მიწის წერა-კითხვა რომ დაწეროს, რომ შენზე და შესაბამისად ისევე ღირებული იყოს, როგორც მაგალითად ზეპირსიტყვიერება არის დღეს ღირებული. ამიტომ ადამიანები შენ ანუ ამას გულისხმობ, რომ ადამიანები არ უნდა გავრიყოთ ჩვენგან იმიტომ რომ დაუშვათ ამა თუ იმ ადამიანს არ აქვს ბევრი წიგნი წაკითხული, ხო? ანუ ამით არ შეიძლება განსხვავებული. მაგით არ შეიძლება. ყველა ადამიანი თავის რაღაც სიღრმეებით საინტერესო არის ეს მაქვს ამას განათლება თუ არ აქვს, რაღაც იმაში რაღაც არის, რასაც როგორ არის, დენთივით არის რა თითის გამოკრა გჭირდება და აფეთქება იმ ადამიანს. ზუსტად იქ უნდა მიაგნო შენ თუ განათლებული ადამიანი ხარ და პრეტენზია გაქვს იმის რომ მე განათლებული ვარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, შენ ის უნდა გახსნა და იმაში ის უნდა იპოვო, რაც იმას საწუხებს, გამიგე? იმათ შეიძლება კომპლექსი აქვს არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაც მაგრამ რაღაც თავის რეალიზაციას ვერ ახდენენ საზოგადოებაში და არ შეიძლება ესე ერთბაშად ხელი მოუსვათ ისეთ ადამიანებს და იქით ჩავწიოთ ხო არის გამორიცხული და მიუღებელი არის, იმიტომ რომ ყველა ვართ ადამიანი და ერთმანეთს უნდა შევხედოთ სიყვარულით. პირველ რიგში რასაკვირველია. დავით, მე მაინტერესებს გიცდია თუ არა ელექტრონულად წიგნის კითხვა და რამდენად მოგწონებია, ან თუ მოგწონებია საერთოდ? ელექტრონულად მე 1-2 ნაწარმოები მაქვს წაკითხული კომპიუტერში, რაც თითქმის ჩემი თვალების მინუსებში წასვლა გამოიწვია ალბათ სავარაუდოდ იმის მიხედვით დამოუკიდებლად. ანუ ძალიან ძნელი არის, როცა გამოსხივება აქვს რაღაცას, მე ვერ ვკითხულობ. სიამოვნებას რაც შეეხება იღებ ელექტრონულად როდესაც არა, ვიღლებ, მე ვერ ვკითხულობ საერთოდ იმაში, რა ქვია, ეკრანზე ვერაფერს ვერ ვკითხულობ. თუმცა არსებობს რაღაც თანამედროვე წიგნები, რასაც გამოსხივება არ აქვს და შესაბამისად როგორც წიგნი ისე ეკითხება და არ ვიცი არ ანუ შენ კატეგორიული არ ხარ არ მაგაში არ ვარ არ უნდა იყოს ელექტრონულად წიგნები ანუ უნდა იყოს ხო უნდა იყოს რა თქმა უნდა ზოგს ახლა გემოვნების ამბავია ზოგისთვის ის უფრო მარტივი არის ახლა ამხელა წიგნი ჩაიდო იმას ჯიბეში ვერ ჩაიდებ და ამხელა რაღაცას ჯიბითაც აწარებ და სადაც მოგიხერხდება და დრო გექნება იქ წაიკითხავ მაგაში რადიკალური მე არ ვარ და ფიქრობ რომ კარგიც არის ფიქრობ რომ კარგიც არის რომ განვითარებისთვის და უფრო მოსახერხებელია ალბათ აი გარემო შენი პირადი სივრცე შენი გარემო, როდესაც წიგნს კითხულობ, აი და ხასიათი ეს არის გარემო, სადაც არავინ არ უნდა ხმაურობდეს, სადაც არავინ არ უნდა იყოს, გარდა ჭიქა ჩაი და შეიძლება კიდევ განწყობას გააჩნია ერთი ღირი სიგარეტი. კარგი, მაშინ დამისახელე მოდი შენ პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავთან გაიგივებდი.
პერსონაჟი. ეს არის ტრამალიც მგელში პერსონაჟის ვერ ვიხსენები ხოლმე სამწუხაროდ. მაგრამ თვისებები მაინც გითხარი მისი. იმასაც პარალელი გავალოთ. თვისებები აქვს როგორი რაღაც ანუ გამდევნილი არის ადამიანებისგან და გამდევნილი არა ის ფიქრობს რომ გამდევნილი არის ადამიანებისგან ეს არ არის ჩემი. იქ არის რაღაც ისეთი დეტალები რაც იმის და ჩემი დეტალები ანუ იმის ცხოვრება და ჩემი ცხოვრება რასაც აღწერს ავტორი ხო? რაღაცები ერთ-ერთში ემთხვევა და შესაბამისად ის არის თუმცა ბოლოს წავიკითხე კნუდ ჰამსონის მისტერიები და ეს არის ძლიერი წიგნი და ისეც ძალიან ახლოს მოვიდა. თუმცა პერსონაჟი ამ წიგნის დაკითხვის შემდეგ ბევრი რამ აღმოაჩინია ახლა. ბევრი კონკრეტულად ერთი. კონკრეტულად ახლა ისე ვიცი მაგას ვერ გავიხსენებ თუმცა თუ დავფიქრდები შეიძლება რაღაცები გავიხსნო მაგრამ ისე ვიცი მაგას თან ახლის ძიება ახლა ცოტა ისეთი რა როცა კითხულობ არ ფიქრობ რა არის ახლა უბრალოდ მიდიხარ და მიდიხარ რაღაც შეგიძლია კიდევ თითქოს შენ ცხოვრებას ნაბიჯ ემთხვევა მე ყოველ შემთხვევაში ეს განცდა მებადება ხოლმე თუ ემთხვევა ის წიგნი რასაც კითხულობ ეს საფორადია მნიშვნელოვანია და შეიძლება მთელი ღამე ეკითხო ის და არც მოგწონდეს შენ ირჩევა ჩვენს თაობას რჩევა ეს იქნება რა თქმა უნდა იკითხონ მაგაში ორი აზრი არ არსებობს უნდა პატივიცენ ერთმანეთს უნდა უყვარდეთ ერთმანეთი უნდა გაიღიმონ და ეს რაღაც აგრესია ხო რაც ამ ბოლო დროს იმძლავრა ადამიანებში ეს არ უნდა გადაეტოთ მათ და ნაკლებად იფიქრონ პრობლემებზე და მეტი გაიღიმონ და ნაკლებად ბევრი იფიქრონ სიყვარულზე იმიტომ რომ სიყვარული აკეთებს შობილებს ადამიანს ნათქვამია და თვითონ ღმერთია სიყვარული ხო თუ ქრისტიანები ვართ და ვიძახით ქრისტიანები ვართ მოვუძებნოთ ჩვენს გულში ხო ღმერთი და შევიყვაროთ ადამიანები ღმერთთან ერთად ეს იყო გადაცემა პერფორმანსი და ძალიან დიდი მადლობა შენ რომ ჩვენთან ერთად იყავი კიდევ იმისთვის ძალიან დიდი მადლობა რომ ასეთ საინტერესო წაიყვანე ჩვენი გადაცემა მადლობა ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე